მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. ვნახოთ დღეს ჩვენ ესეთი გაშლა, რამდენად ხარ შენ ძვირფასი მისთვის. საინტერესო იქნება, თან დღეს ვალენტინობა არის, ანუ ვინც ახლა უყურებს, მე მინდა რომ ყველას მოგილოცოთ. და გისურვ დიდი ბედნიერებას, სიყვარულს და ყოველდღე იყავით სიყვარულით სავსე. კიდე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ცოტა ხანი იქნებით ასეთ ფორმატში გამოვალ თქვენთან, იმიტომ რომ გუშინ რაღაც ესეთი შემემთხვა ცოტა ესეთი მომენტი, რომ ცოტა სახე დამიზიანდა. არ დაგიმალავთ, უბრალოდ ძალიან ცუდად წავიკეცი რა და ამიტომ ჯერჯერობით აი ასეთი ფორმატით გაგიშლით ხოლმე, სადაც დაინახავთ არა მე, დაინახავთ ტაროს. შეიძლება даже უკეთესიც იყოს ეს ფორმატიც თუნდაც ჯერჯერობით. მოდით ახლა ვნახოთ ჩვენ პირველ რიგში თქვენ როგორი ხართ და მე უკვე გავიგოთ ჩვენ რამდენად მისთვის ხართ ძვირფასი, ხო? რაღაც მომინდა დღეს ეგეთი გაშლა, მაინც ახლა ესეთი დღე არის და ვკითხოთ, აბა ვინ არის ჩვენთან, როგორი გოგო არის დღეს ჩვენთან? ოხ, მთელი სამყარო ხართ თქვენ. ანუ სიყვარულიც გაქვთ, კი ბატონო. აბა ვნახოთ დედოფალი რომელი გამოვა. Ну, აქ ნახეთ, როგორი საინტერესო. თქვენ თითქოს იცით როგორ არის. აი აქ მე მეგრევე შემიძლია გითხრათ, რომ არის ადამიანი, რომელმაც მოიპოვა სიმშვიდე თავის გულში, ანუ არჩევანი ჰქონდა და აირჩია თავისი თავი. მე მინდა ვიყო ბედნიერი, მე მიყვარს. ანუ როგორ არის, ზოგჯერ ნახეთ, ჩვენ ვართ ზოგჯერ აყოლილები სოციუმ, ზოგჯერ ვართ აყოლილები ვიღაცების ენებს, ვიღაცების რაღაცებს, აი დაქალებს, რა ვიცი მე, ყველა ბრძენია ჩვენ საქმეში, ხო? და გვაქვს რაღაც ცოტა დისკომფორტი ჩვენს თავთან, რომ აი დაუშვათ ადამიანი გიყვართ, შეიძლება თქვენ რო ხედავთ იმ ადამიანს დაუშვათ თქვენი თვალით, გონიათ რომ შეიძლება სულ ყველა უნდა დაინახოს მასე, მაგრამ ეგრე არ ხდება და ზოგი ხედავს ცოტა სხვა რამეს. მე რჩევები, რაღაცები, გულის ტკენები, ბრძოლა მიდის მე თქვენს გულში და ასე შემდეგ, მაგრამ აი აქ მე ვხედავ რომ თქვენ პრინციპში უკვე რაღაც ჰარმონია იპოვეთ რა, რომ არ მინდა მე არავისი აზრები, არ მინდა მე არავისი მე ვირჩევ სიყვარულს. მე აღარ მინდა რა ეს რაღაც მომენტები, რომელიც თქვათ იყო, კი ბატონო და ნამდვილად მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ თქვენ შეიძლება даже დაინახოთ რაღაცა ძალიან ისეთი ცვლილებები თქვენს პარტნიორთან, რომ აი რა გითხრათ, იმიტომ რომ აი შეიძლება ისეთ რამეებს აკეთებს, რასაც თქვათ აქამდე არ აკეთებდა. შეიძლება უფრო თვით გაიღვიძა აქ ვიღაცას და ნამდვილად ადამიანი ან გამოჩნდა, ან რაღაცა თქვათ მოულოდნელად შეიძლება შემოვარდა თქვენს ცხოვრებაში ისე, ну, აი ძალიან აქ даже არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას ახალი გაცნობაც აქ და ახალი ადამიანი შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში. ამასაც არ გამოვრიცხავ ნამდვილად რა. კიდევ ნახოთ, მე დედოფალს ვეძებ, მაინც მაინტერესებს. აჰა, ნახეთ. ну, ხო გეუბნებით. აქ რაღაცა ისეთ როგორ არის, აი ნამდვილად ადამიანი იქნება, რომელმაც რაღაცა გზას, აი გზა გამოიარა და ისევ და ისევ გეუბნებით, ირჩევს სიყვარულს, ირჩევს რაღაც აი თავის თავში აი თქვათ ჩაასახა ეს სიყვარული რა და ანუ ბევრი რაღაცა ისწავლეთ, ბევრი რაღაც გამოიარეთ, ბევრი რაღაცები შეიძლება იფიქრეთ, ბევრი რამე ისწავლეთ რა და მივხვდით რომ თქვენთვის ახლა რა საჭიროა ვიჩხუბ, რა საჭიროა ვიგულო, ეს ყველაფერი კი იყო ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ეს ჩემია და ნამდვილად მე მინდა ანუ ის რაც ჩემია იყოს ჩემს გულში და არავის არ მივცემ თქვათ იმის უფლებას, რომ ვიღაცამ ჩაერიოს. ну, აქ ძალიან ესეთი სხვადასხვის, ну,
კი, ნამდვილად აი თქვენ გულში და სულში გეუბნებით არის რაღაცა აი ძალიან ძლიერი სიყვარული, იმიტომ რომ როგორ არის იცით? კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თქვენს თავს ირჩევთ. თქვენ ახლა ფიქრობთ რომ მე მინდა ბედნიერი, მე მინდა რომ ანუ ვისი ამოვნო ამ სიყვარულით, მე მინდა მარტო ანუ ეს არის ჩემი გადასაწყვეტი. მე იმდენი რამე გამოვიარა რომ ეხლა აი აქ როგორი გეუბნებით რომ ადამიანი მართლა არჩევანს აკეთებს იმისთვის რომ აი არავის არ ვეკითხები მე როგორც მე მინდა როგორც მე მიყვარს ისევა რა აი ეგეთი მომენტი კი იმიტომ რომ აი ნახეთ თითქოს გამოდიხართ იმ რაღაცა დაბრყოლებიდან აქ მაღალი ძალებიც გეხმარებიან სხვათა შორის რაღაცა ბლოკები მოგეხსნათ რა ანუ ბლოკები მოგესა შეიძლება თქვენ სხვანაირად შეხედეთ თქვენს პარტნიორს და აქ არ გამორიცხავ კიდევაც გეუბნებით რომ ბევრთან იქნება დაბრუნება თუნდაც შეიძლება დღეს დაბრუნდება ადამიანი იმიტომ რომ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ გაიგეთ ანუ გამოიარეთ ძალიან ესეთი ნიშნულოვანი გზა და აგერ არის ეს თქვენი მეფე რომელიც სხვათა შორის გოგოება აი გეუბნებით ეს გაშლა იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ გოგოებისთვის ვისაც აი ახლა მე რაც აღწერე იმიტომ რომ აქ თითქოს რაღაცა სხვა ეტაპზე გადადეხართ. даже თქვენი პარტნიორიც აი აქ უფრო გაძლიერდა რაღაცა ახალ ეტაპზე წახვალთ. იმიტომ რომ აქ თითქოს თქვენ შეიგრძენით თქვენი პარტნიორის სიძლიერე. გაიგეთ? ანუ როცა თქვენს კაცს დაენახავთ, ანუ თავის ადგილზე დასვით. იმიტომ რას ნიშნავს თავის ადგილზე? იმიტომ რომ ჩვენ ახლა აი ნუ ეს გრძელი გზა ამაზე შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ და ვლაპარაკობთ კიდევაც ახლა მაგრამ აი აქ მე მინდა გითხრათ რომ თითქოს მე ვაღიარებ რომ ჩემი მამაკაცი არის მართლა ძლიერი პიროვნება და ნამდვილად ანუ კაც ხედავ მაგას გაიგეთ როცა ჩვენ რასაყვედურს ვეუბნებით როცა ჩვენ თვითონ რაღაცებს ვიგონებთ როცა ჩვენ რაღაცებს აი აყოლილები ვართ ვიღაცებს და რაღაცებს ეს ძალიან რთულად მიდის რა ყველაფერი და თქვენ თითქოს აი როგორ ხართ იცი აღარ მინდა რა მე კი ვიცი მაგის პლუსებიც მინუსებიც ყველაფერი ვიცი მაგრამ აღარ მინდა ვისწავლე ბევრი რაღაცა მაგრამ ეს ტანჯვა და ეს ყველაფერიც აღარ მინდა всё ახალი გზა ავირჩიე დავფიქრდე ვისწავლე მივხვდი ყველაფერს და ეხლა ისე როგორც ჩემს სულს გაუხარდება ისე უნდა ვიყო და ანუ ეს უკვე სასიამოვნო გზა იქნება თუ გაკვეთილების დახვდებათ სიტყვაზე ის იქნება უკვე ბედნიერი გზა იმიტომ რომ უკვე დავიმსახურე გამოდიხარ თქვენ აქ რაღაცა რთული პერიოდებიდან მართლა გეუბნებით აი რაღაცა ბედნიერება თითქოს მოიპოვოთ თქვენს გულში მოიპოვოთ იმიტომ რომ რაღაცა რთული პერიოდი უნდა წავიდეს ანუ ის პერიოდი სადაც მე ჩემ თავს არ ვაფასებდი ის პერიოდი სადაც მე ჩემი თავი არ მეყვარდა ის რომ მე როცა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი თავის ანუ ვიყავი რო თქვა მარტო ჩემი თავის იმედად ცხოვრობდი აი აქ თითქოს თქვენ აი აქ მე ეცეთ სიძლიერე თქვენ მამაკაც გაიგეთ ეს ყველაზე მაგარი პოზიცია როცა ჩვენ მამაკაცს ვაღიარებთ და მას ვაძლევთ მის მოვალეობას და არა ჩვენ თვითონ მაგას ვიღებთ ჩვენ ზურგზე გაიგეთ და მე უკვე აი აქ თითქოს ეს მომენტი მიდის რა თქვენი ცხოვრებიდან როცა თქვენ დააფასეთ რა თქვენი თავი რა ეს ძალიან მაგარია და ანუ ეს თუ დაუშვათ იყო აი აქ ვისაც ახალი არის ანუ იცით როგორი მომენტი პროგრამები რომელიც იყო ძველი პროგრამები რომელიც გაკავშირებდა თქვენ პარტნიორთან ეს თითქოს უკვე დასრულდა რა ანუ გამოდიხართ თქვენ ამ სიტუაციიდან კი ბატონო იცვლება სიტუაცია იცვლება ეს აქ ძალიან ბევრი ნამუშევარი აქ ადამიანს თავის თავზე უეჭველი შემიძლია გითხრათ იმიტომ რომ ანუ თითქოს თქვენი მიდგომა შეცვალეთ თქვენი პარტნიორის მიმართ კი რომელიც ანუ ეს პროგრამები რომელიც იყო დიდი ხანი და ხოლმე აქ დამუშავებული არის რა აქ ძალიან დამუშავებული კი ბატონო თქვენს პარტნიორს ანუ სხვანაირად შეხედეთ და მივხვდეთ რომ მარტო მინდა რომ მიყვარდეს მინდა რომ თქვენ გაიზარდეთ აქ გაიგეთ ნახეთ ახლა როგორი არკანები აქ უეჭველი არის ის მომენტი რომ თქვენ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი გზა გამოიარეთ როცა თქვენ ბევრი რამე ისწავლეთ შეიძლება ურთიერთობაზეც და
თქვენი ფასი გაიგეთ და თქვენი პარტნიორის ფასიც გაიგეთ რა. და აქ ახლა არ გამიკვირდება, რომ კიდევაც რომ მიდიხართ даже ზოგი შეიძლება თქვათ აი თქვენი ქმარი დაუშვათ გახსენით სხვანაირი თვალით შეხედეთ რა, იმიტომ რომ აი სხვანაირად შემიყვარდა რაღაცა სხვა რაღაცა გამიხსნა. ნახეთ, აქ даже როგორი თემა არის, იცით? ანუ აღარა გაქვთ თქვენ ეს მიჯაჭვება, ანუ არ არის უკვე ეს ჯაჭვების ყველაფერი უკვე მოიხსნა და აქ სხვანაირი ორი ზრდასრული ადამიანის ურთიერთობა იწყება. ორი ზრდასრული ადამიანი, აი განულება მოხდა, ხო გითხარით, განულება და თქვენ ნამდვილად გაიარეთ ძალიან საკმაოდ დიდი გზა და ნამდვილად ეხლა უკვე აი ბევრი რამე გაიგეთ და ამიტომ აქ დასრულდა რაღაცა პერიოდი, კარმული პერიოდი, რაღაცა მნიშვნელოვანი აიღეთ თქვენ გამოცდილება, აი ძალიან მნიშვნელოვანი, ბევრი ძალიან ცოდნა და რაღაც აქ არის, კი ბატონო, კი. ამიტომ ეხლა ვნახოთ ჩვენ რა ხდება ახალი და როგორ ახალი რას ვიძახე ახალზე, ნუ კი. აქ თქვენ ბევრ რაღაცებს, ბევრ შიშებსაც მოერიეთ და რაღაც სტაბილურობაში გადადეხარ და უკვე ფიქრობთ, რომ რაღა გაკვეთილები უნდა მქონდეს. ეხლა მე მინდა ვიყო ბედნიერი, მე მინდა გავაკეთო ის, რაც მე მინდა რომ გავაკეთო. ამიტომ ვნახოთ ჩვენ ახლა ვკითხოთ თუ ისცანეთ ახლა თქვენი სიტუაცია, ჩვენ ახლა ვნახოთ რამდენად ძვირფასი ხართ თქვენი პარტნიორისთვის. პრინციპში ისედაც ბევრი რაღაცა უკვე გვითხრატარო, მაგრამ ჩვენ ახლა ვკითხოთ მაინც რა. აი თქვენ რომ ახლა ეს არის იცით როგორ შინაგანად როცა შენ მიიღებ მაშინ უკვე იცვლება სიტუაცია შინაგანად. Так, ვნახოთ ახლა ჩვენ რამდენად ძვირფასი ხართ თქვენი პარტნიორისთვის. პარტნიორს როცა ვამბობ, გოგოებო, ვისაც ქმარზე უყურებთ, ეგაც იცოდეთ, რომ პარტნიორია თქვენი. Так, ვნახოთ. რამდენად ძვირფასი ხართ თქვენი პარტნიორისთვის. ნუ სხვათა შორის ნახეთ როგორი საინტერესო არის აქ ადამიანმაც თვითონაც ახლა გაიარა დიდი ტრანსფორმაცია და მაგანაც სხვათა შორის რა დააფასა იცით აი რომ ყველას ანუ თქვენ ესეთი ქალი ხართ რომელსაც მართლა შეიძლება ბევრი ვინმეს მოსწონდეთ მაგრამ თქვენ აერჩიეთ ეგ ეს არის მაგასთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება მივხვდე რომ უკვე ანუ თან პლუს კიდე ისეთი შეიძლება როგორი მომენტი იყოს, რამდენად ძვირფასი ხართ. ანუ აქ ჯერ მაჩვენებს იმას, რომ მასში მოხდა რაღაც ესეთი ტრანსფორმაცია, კი. ანუ მივხვდა მაგ ადამიანმა სხვათა შორის, კი. ნუ სხვათა შორის რა არის, ისედაც დიდი ხანია ხდებოდა, რომ იტყვიან, რომ თქვენ ისეთი გოგო ხართ, რომ ყველაფრის მიუხედავად თქვენთვის არის ეს სიყვარული მნიშვნელოვანი. გაიგეთ რა ხდება მაგაში. შეიძლება ახლა მოხდა ის სიტუაცია, რომ თქვენს დარწმუნდა მაგაში. მაგრამ თქვენ კიდე რამდენად ძვირფასი ხართ მაგისთვის, რამდენად. ნუ აქ ახლა ეგ ისტორიას მიყვება, რომ თქვენ ხართ ესეთი გოგო, რომელიც ნუ აი ძნელი სიტუაციები თუ იყო რამე თქვენში ხო, თქვენს ურთიერთობაში. აქ თქვენ აი რაღაცნაირად როგორ ხართ, იცით, აი თითქოს ჩუმად. აი როგორ არის, აი აქ ყველაფერს აკეთებდით თქვენ, მაგრამ აი ხო გეუბნები როგორ არის, აი ქალი ნახეთ დგას აქ ლოცულობს და კაცი უკან დგას და ეს ქალი კი ვერ ხედავს რომ ეს კაცი დგას უკან. ანუ მე ყველაფერს ხედავდი შენ რასაც აკეთებდი ჩვენი ურთიერთობისთვის. გაიგერო? იმის მიუხედავად რანაირიც არ უნდა ნუ არ გქონდა ჩვენ ახლა სირთულეები, რანაირიც ნუ რაც არ უნდა ყოფილიყო თქვათ რა. შენ მაინც იყავი ჩემთან. გაიგეთ? იმიტომ რომ შეიძლება ბევრი რაღაც არ მოგწონდა, შეიძლება მოგწონდა, მაგრამ შენ მაინც ანუ აი იყავი ჩემს გვერდით რა. კიდე რამდენად ძვირფასი არის. ნუ აქ მე შემიძლია უკვე даже ისიც გითხრათ, რომ ამ ადამიანს პრინციპში თავისი მომავალს ვერც ხედავს თქვენს გარეშე, იმიტომ რომ
ბევრი რაღაცები რაც იყო, ანუ უკვე თქვენ გიკავშირებთ რა ეს ადამიანი თავის მომავალს, იმიტომ რომ მე უკვე აი ვერსად წავიდე შენს გარეშე, მე არც არ მინდა არც წავსვლა და არც არაფერი რა. იმიტომ რომ შენ ხარ ის ადამიანი, შენ მიშუქებ, შენ მიჩვენებ მე მომავალს, შენ გიკავშირებ მომავალს, კი? კი ბატონო, კი გაქვთ თქვენ ახლა შეიძლება ჩხუბიც, კი გაქვთ თქვენ შეიძლება რაღაცა, ნუ ჩხუბი რაღაც ლაპარაკი, კი შეიძლება დაუშვათ თუნდაც ახლა იყო პერიოდი რომ კაშორებაც გინდათ, მაგრამ მაინც ისეთი ძლიერი, ანუ ამ ყველაფერმა სირთულეებმა თქვენ კიდე უფრო გაგაერთიანათ, უფრო კიდე აი უფრო მეტად გახდეთ მისთვის, ანუ ვერაფერმა ვერ დაშალა თქვენი ურთიერთობა რა, აი ასე მინდა რომ გითხრათ რა. მოდით კიდე ახლა ვკითხავ მინდა მანარასაც, ვკითხავ რომ მანარა საერთოდ ძალიან მიყვარს და ეგეთ თემებისთვის, აი ძალიან მაგარი არის რა. ვნახოთ ახლა, მე როგორ შეგვირდი გაკვეთილებს ჩაგიწერთ აქ აუცილებლად. შეიძლება დღესაც დავდო, ვნახოთ, აბა რამდენად მოვასწრებთ, იმიტომ რომ ეხლა რომ მქონდა აქცია ამ ვალენტინობასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კონსულტაცია მაქვს, მაგრამ შევეცდები მაქსიმალურად. რამდენად ძვირფასი ხართ თქვენი პარტნიორისთვის კიდე, აბა ვნახოთ მანარა რას მეტყვის ახლა. ну აი გეუბნები ძალიან ყველაფრის მიუხედავად ცოტა ასე დავფარავ მაგას. ანუ აქ როგორი მომენტი არის, იცით? ნამდვილად თქვენ ხართ ის ადამიანი სტაბილური, რომელიც უნდა რომ მან ასიამოვნოს. იმის მიუხედავად კიდევაც გეუბნებით რა. შეიძლება იყოს თქვენ ცხოვრება, ანუ აქ თითქოს როგორი თემა არის, იცით? ამ ადამიანმა რაღაცა შეიცვალა შეიძლება მასში რა. იმიტომ რომ აი ეხლა უფრო ფიქრობს იმაზე, რომ თქვენ გასიამოვნოთ, იცით? აი თქვენ გასიამოვნოთ, შეიძლება რასაც არაკეთებდა ადრე, აი იმის კეთება უნდა ამ ადამიანს რა. იმიტომ რომ ის რასაც თქვენ რასაც ეუბნებოდეთ შეიძლება მაგას ადრე, ხო, ეს ახლა ნუ გეწინააღმდეგებოდა, შეიძლება თქვათ ახლა გეკამათებოდა, შეიძლება გაქცევები ქონდა, შეიძლება კიდე რაღაცა, მაგრამ მივხვდა მაგან რომ თქვენ ხართ ის ქალი, ვისაც უნდა მაგან რომ სიამოვნება მიანიჭოს. კიდე აბა მაჩვენეთ. რამდენად ძვირფასი ხარ. კი. აქ როგორი მომენტი არის, იცით? ეს ადამიანი ჯერ პირველ რიგში მაგას ყველაფერი აინტერესებს თქვენ ცხოვრებაზე, კი. და აქ არის ცოტა როგორი თემა, იცით? ეს ჩუმა სხვათა შორის თუ დაუშვათ, ჩუმი ეჭვიანი, ასე ვიცახე ხოლმე მე ეგეთ ადამიანებს, ჩუმი ეჭვიანი რა. იმიტომ რომ აი მე გოგო, კი, აი აქ ექსცემა არის, იცით? მაგან ძალიან კარგად მივხვდა, რომ თქვენ ხართ ისეთი ქალი, რომელიც მის გარეშეც გადასარევად იქნებით. აი გადასარევად რა. და არც იგლოვებ და არც ენერგიულობ და ძალიან ადვილად შეიძლება ვაფშე ახალი ურთიერთობასაც დაამყაროთ რა. ხო და აი ეს მაგას ძალიან აწუხებს და ამიტომ ეს ბიჭი სხვათა შორის ძალიან გითვალთვალებს, ძალიან ანუ თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ რომ ვაფშე საერთოდ ჩემი არაფერი არ აინტერესებს, მაგას არა. ძალიან კარგად აინტერესებს, იმიტომ რომ აქ ადამიანს უყვარ ხარ და ეს არის ძალიან ფრთხილი ტიპაჟი, გაიგეთ? ანუ აი აქ როგორი ტიპაჟი, რომელიც აი ზოგი ხო არის თქვა ეჭვიანი, ხო? და ეჭვიანი ისეთია, რომ აი twins შეგიჭამს, მაგრამ ეს არ არის ეგეთი. არა. ეს ჩუმჩუმად უყურებს და ძალიან კარგად ყველაფერს ხვდება. აი ძალიან კარგად ხვდება. აქ არ არის ეს მაგას, აი თუნდაც ის მომენტი, რომ ღმერთმა არ აქნას, რომ ის ცხოვრებაში ვინმე სხვა გამოჩნდეს, თქვენ რომ დაუშვათ, ან ტელეფონს იღებთ ხელში, ან ვიღაცა გწერთ, ან რაღაცა თქვათ, ხდება ლაიკებს ხედავს თქვა თქვენ სურათებზე.
აი გეუბნებით, რომ ეს მისთვის ძალიან ისეთი მომენტი, რომელიც არ გაჩვენებს, ხო, მაგრამ ძალიან მტკივნეული, ძალიან განიცდის მაგას და ამიტომ თვალს ადევნებს ეგა თქვენს გვერდებს და ყველაფერი. კი ბატონო, ხო, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისთვის მნიშვნელოვანი, თქვენ ხართ მისი ყველას, ვთქვათ, ვინც ყავდა მაგას ან თუ ყავს და დაუშვოთ ახლა იმიტომ რომ საჯარო გაშლა შეიძლება იყოს თქვათ, რა ვიცი, მესამე პირი ან რაღაც. მაინც თქვენ ხართ პირველი ადგილზე მის ცხოვრებაში რა. მაინც პირველი ადგილზე. კარგით, მოდით აბა ვნახოთ ახლა. აბა დუაჩვენებ შენ რომ მზად ხარ ყველაფერი შეცვალო და გააკეთო ამ გოგოსთვის. რას გააკეთებ აბა? პირველ რიგში რა არის, იცით ეს ბიჭი, აი ეს უსამართლობა თუ რამეს გულს გტკენდა თუ დაუშვათ, ანუ იცით რა, თითქოს აი გაანალიზებს რა და აი ადრე თუ დაუშვათ რამეში იყო დამნაშავე ან არ იქცეოდა კარგად, აი ეხლა მაქსიმალურად შეიძლება რომ თქვენ მოხდეთ ბედნიერება. რამ გამოიწვია ეს შენი სურვილი? სიყვარულმა და დაფასებამ. აი მინდოდა სხვათა შორის ჩამეწერა გაშლა რამდენად აფასებს შენ თავს რა და ნახეთ მაინც ახლა მეთქი ახლა სიყვარულის დღე და ცოტა ეგეთი გაშლა გავაკეთო, მაგრამ მაინც ნახეთ საწამიყვანა რა რომ ანუ ესე იგი ყველანაირად აი სიყვარულმა მაგი აქ ძალიან დიდ ანალიზს გააკეთა, ძალიან კარგად ხვდება რომ უსამართლოდ ექცეოდა გულს გტკენდა და რატომ ხო? იმიტომ რომ ესეთი მაგარი ქალი არის, ესეთი ანუ ყველანაირად თქვენ ახლა ისიც რა ბევრიც რო თქვათ, უიმეო ახლა თქვათ ზოგი ახლა ხო იცის ესეთი ან რას გავსუქდი? არა. ამას ყველაფერი მოსწონს თქვენი აბსოლუტურად ყველაფერი, იმიტომ რომ მაგას უყვარხართ. აქ ადამიანმა გეუბნებით ძალიან დიდი ანალიზი გააკეთა თავის თავში და მიხვდა რომ თქვენ ისეც რომ თქვენ გიყვართ იცის და მასაც უყვარხართ. კარგით და მაშინ ნახოთ კიდე, ანუ თუ ცოტა გვაჩვენეთ ახლა პერსპექტივა. პერსპექტივა ეს არის რომ კი, იცით როგორი ნახეთ, პერსპექტივა რა საინტერესო არის. აი აქ ეს არკანი აჩვენებს ხშირად ძალიან იმას, როცა ქალი ზრუნავს კაცზე. უფრო მეტად თქვა სხვაობა საქმეში ასე შემდეგ, მაგრამ აქ ნახეთ მაგის გვერდზე დედოფალი ჰაერის. დედოფალი ჰაერის სხვანაირი ტიპია. ეგ ისეთია, რომ თუ რამე არ მოეწონება, წავა, ძალიან კარგი. იცის რომ პაკლონიკები წყავს ასე შემდეგ. ამიტომ ესე იგი პერსპექტივაში პირიქით ეს ბიჭი აიღებს თქვენს ზრუნვას, გაიგეთ? იმიტომ რომ ჩვენ ხო დავინახეთ რომ თქვენ უკვე აქ არაფერსაც არ გააკეთებთ, არა. აი თუ ადრე თქვენ აქტიურობდით და ეს გულს თქვენ გტკენდათ და თქვენ ახლა ეს ძალიან მტკივნეული იყო, თქვენ ამისგან განთავისუფლდით. განთავისუფლდა, ახლა თქვენ შეხედავთ მაგას, აბა რას იზავ შენ ჩემო ძვირფასო, აბა მაგისთვის შეიძლება ის მოულოდნელიც იყო, მაგრამ თქვენ თვითონ უკვე ანუ როგორ ხართ, ისეთ გადაიზარდეთ უკვე სხვა დონეზე, ხო, თქვენი თავი დააფასეთ და კი თუ ამას ადრე თქვათ გაქცევები ქონდა, თქვათ ბრაზდებოდა ამ ყველაფერზე, ხო, იმიტომ რომ ახლა რას ქვია. აი ეხლა მიხვდა ამ ადამიანმა რომ მეც მიყვარს, მე არსად არ გაგიშვებ შენ, და ამიტომ ყველაფერი წარსულს ჩავაბაროთ ჩვენ, აი ეს ცუდი პერიოდები, რომელიც ჩვენ არ გვაძლევდა საშუალება, რომ კარგად ყოფილიყავი. ყველაფერს ვაბარებ წარსულს და ნუ ეჭვიანობს რა. ეჭვიანობს. რას მოგიტანს? მე გოგოება აქ ახლა პროს არ მინდა რომ გითხრათ წარსულში აბარებს ამ ყველაფერს და ეხლა უბრალოდ როგორი პოზიციაში აი შევხედოთ, რომ მაგან მიხვდა რომ თქვენ ხართ ნომერ 1 მის ცხოვრებაში, ეს ძალიან კარგად მიხვდა მაგან და ეს ამ ურთიერთობის არ უნდა მაგას არც დაშორება და არც არაფერი რა, იმიტომ რომ აქ თითქოს როგორი თემა არის, იცით, როცა
თქვენც ეთყობა შეიცვალეთ, თქვენი თავი უფრო დააფასეთ და პრინციპში შესაძლოა გვაჩვენოთ ჩვენ სიგნიფიკაცია და ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ეს აი დღესაც მქონდა ეს კონსულტაცია, როცა მეკითხებოდნენ, რომ თქვათ, ну რა უნდა გავაკეთო და ასე შემდეგ. აი ეს უნდა გააკეთო ზუსტად შენ თვითონ შეიცვალე, შენ თავზე იმუშავე და ეს პარტნიორიც რაქნას იმანაც რა კაცი მოდის იმისთვის რომ ჩვენ დაგვეხმაროს იმაში რომ ჩვენ გავხსნათ ჩვენი ყველაზე კარგი მხრები რაც კი არის ჩვენთან, ხო? ხო და ამიტომ თქვენ როცა თქვენ თავზე იმუშავეთ და მივხვდებით რომ თქვენ თვითონ ძვირფასი ხართ პირველ რიგში თქვენი თავისთვის, ისეც დაენახავ ძალიან კარგად ამ ყველაფერს და ისე უცბად შეიცვლება და მე საერთოდ არა ვარ აი ნუ არ მომწონს ეს ნათქვამი რომ ადამიანები არ იცვლებიან, ადამიანები იცვლებიან, მაგრამ მაშინ როცა მაგათ თვითონ უნდა, მაგრამ პლუს კიდე მაშინ როცა აი ეს ამოცანებს გავდევარ ჩვენ პარტნიორთან და ჩვენ მაგას კი არ მივუთითებ რომ შენი ბრალი, ხო მოდი აბა რისთვის არის ეს სიტუაცია ჩემთვის, მე რა უნდა გავიგო საერთოდ ჩემს თავზე, მე რა უნდა გამოვასწორო, რაზე უნდა ვიმუშაო, ხო? ანუ ყველაფერი მისი ბრალი როგორ არის, ხო? და მაშინ იცვლება სიტუაცია. აი დღეს ეგეთი იყო გაშლა და კიდე ერთხელ გილოცავ ჩემო ლამაზებო, სიყვარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს გისურვებთ.